მოგესალმებით, მეგობრებო, ქრისტე აღდგა, როგორ ხართ? ბრუნდები მორიგი ვიდეოთი. დღეს არის ორშაბათი დღე. ჩამოვედი დილას, მანქანა 4-5 დღე ამიყენია და ვერ დავქოქე. ეხლა უნდა დავქოქო ჩემი დამხმარე ჯამპერ სტარტერით თუ სტარტერ ჯამპერით თუ რაღაცით. და უნდა წავიდე ქვევიდან გამოსარეცხად, თან ვნახო ზეთები საიდან გაზდის, იმიტომ რომ მანქანას ვაჩერებ თუ არა. ზეთი წვეთავს რა და უნდა ვნახო ზუსტად რისი ბრალია და რა არის რა. წავედით მოკლედ. ესეთი სისველე დაგვხვდა ქვევიდან. ახალი ჩასხმული ჰიდრაულიკის ზეთია, რომელიც კაპიკად არ ვარგა საერთოდ და ესე ასველებს მთელ ქვედა მხარეს. საიდან გაზდის ახლა უნდა ვიპოვოთ რა. სველი სადღაცან ზევით გაზდის. ანა ემაში გაზდის და მე ასველებს. აი შეგეთ გოფრაში რაც არის. ეგ მილია დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ეს რულავი ზევიდან მშრალია. ესეც უკვე ნაწუწი ზეთია რა, ზევიდან ჩამოდის. აი ესეც სველია. აი ესეც ზეთიანია. ზევიდან ეწვეთება რა. მილიდან აშკარად. იმიტომ რომ აქთან მხარე მშრალია საერთოდ. და ესეც უკვე ჩამონაწყვეტი ზევიდან. ეს შლანგი მაქვს, მე მგონი გამოსასვლელი, რომელიც ჰიდრაულიკის ნასოსზე აყენია. სულ იმას ვიზახდი, რომ მეთქი ისეთი მანქანა ყავს მეთქი ჩემს სამეგობროზე ვკაიფობდი, რომ მეთქი ყველას მანქანას გაზდის თქო და ეხლა სადაც ვაჩერებ ნაკვალევს ტოვებს უკვე იმდენი ჰიდრაულიკის ზეთი გაზდის. ეხლა ამაში რო გაზდის ვასხავთ ან იაფიანს. 800 ვაძლევ 1 ლიტრში რა და ეთყობა კიდეც როგორი ხარისხია.
ყალივით არის. არ ვიცი, შეიძლება გამორეცხომას უშველოს გაჭედილი ხო არა სადმე და იმაშობა. დინამა როა ხო მაინც ზედმეტად ვერ ვასხავ წყალს კარგად. ქვევიდან ფილტრი დავასვლა ახლა. დაველოდო ამის გაშრობას. აგეთ თემაში ვარ რა, ჯერჯერობით. დღეს ორშაბათია. არ მუშაობენ, ხვალ სამშაბათს უნდა გავიდე. ქუთაისის ქუჩაზე პრაკლატკები ვიყიდო და წავიდე, როგორც ეძახიან გოგა ექიმთან. ნელა გადავიღებ რაღაცებს. კიდე რაღაცა პრობლემაში ვარ. ის ბამპერი რომ დავაყენე. ეს არის Q40-ის ბამპერი. და ნახეთ რა ხდება. აი რომ უნდა დავაყენო ქვევიდან ტუმანიკი. ეგრევე წყლის ბაჩოკი მაქვს აქ წინ და რას ვიზა ვარ ვიცი. მოკლედ მეგობრებო, დავიწყებ დაშლას უკვე ხელოსანი ვნახე. უბრალოდ მღებავი ვნახე, ვინც მიღებავს მანქანას. დაუშლი ან აქ და ან თავის სახელოსნოში, მე მირჩენია თავის სახელოსნოში დაუშალო. უნდა შემიღებოს კაპოტი, წინა შტოკი, უკანა შტოკი და უკანა კრილო რა, იმიტომ რომ ისე რა ქვია, საღებავი და ლაკია, დამწვარი და სხვანაირად არ გამოვა და მე ერთიან პალიროვკას გავუკეთებ. ეხლა ამ ეტაპზე მთლიანად გადაღების და ამახოდვის ფული და ფინანსები არ მაქვს, იმიტომ რომ ძრავშიც უნდა გავაკეთო ის პრაკლატკები და დაბლა ზეთის შლანგიც უნდა ვნახო რა. ვიყიდო. ოღონდ ესე პირდაპირ ვერ ვიყიდი, მე უნდა დავაყენო მანქანა მოუხსნა, ნიმუში წავიღო და იმის მიხედვით ვიყიდო რა და სამსახურიდან გამომდინარე და ყოველდღიურობიდან გამომდინარე ძალიან მიჭირს ეგ რომ მანქანა გავაჩერო, დავტოვო ერთი კვირა. მოკლედ ყველაფერი კარგად იქნება რა. არც ვნერვიულობ არაფერს.